ამას ევროპული ბიუროკრატია მე არ ვიცი, ისინი პირდაპირ ახდენენ იმის ილუსტრაციას, რაზეც ძალიან ბევრი საუბრობდა მანამდე წლების განმავლობაში, ხო, რეალურად დღეს ქართული ხალხის თვალში ევროპული ბიუროკრატია ასოცირდება რადიკალიზმთან, ძალადობასთან, დემოკრატიის უგულებელყოფასთან, ყველა ამ არასწორ, ასე ვთქვათ, განვითარებასთან, რასაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის ხარეს. და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ უარყოფითად აისახება არა მარტო ევროპული ბიუროკრატიის, ევროკავშირის იმიჯზე და რეპუტაციაზე ჩვენი საზოგადოების თვალში ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ ელჩები იქციოდნენ პირველ რიგში კეთილსინდისიერად, იქციოდნენ ვენის კონვენციის შესაბამისად, არ აღვივებდნენ უხეშად საზოგადოების თვალწინ რადიკალიზმს, სიძულვილს ჩვენს ქვეყანაში. არ შეიძლება ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები. დღეს ასეა, ხო, ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს როგორც სიძულვილის ელჩი. ეს არის ძალიან სამწუხარო რეალობა. კიდევ ერთხელ ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და ეს პროცესი უნდა შეჩერდეს.